მოგესალმებათ ლიტერატურული საქართველოს რედაქციის გადაცემა. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვიწყებთ დღევანდელ ეთერს ბოდიში დაგვიანებისთვის. ოდნავ შეცვლილი არის ჩვენი ფორმატი. ჩვენ გამოტანილი გვაქვს ბანერზე ფრთხილად კითხვებია, რითაც გვინდა გავუწყოთ, რომ ეს არის უკვე კონკურსის დამთავრების შესახებ უწყება, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ ლიტერატურმა საქართველოს 95 წლისთან დაკავშირებით. გამოაცხადა კონკურსის სახელწოდებით ფრთხილად კითხვებია. სექტემბრიდან დაიწყო ეს კონკურსი და უკვე შეჯამდა ქულები, ესე იგი იქნება დაჯილდოება, ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრებთ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში 4 საათზე იქნება გამარჯვებულთა დაჯილდოება. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ჩემი მეგობარი, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტი, შემოქმედი ედუარდ უგოლავა, მაყურებლისთვის და ლიტერატურული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ავტორი, მრავალი ლექსის ავტორი და ჩვენ ტრადიციულად ვიდრე გადავართ კონკურსის შესახებ საუბარზე. მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ ბოლო დროს გამოსულ ლიტერატურის საქართველოს ნომერზე და მოგახსენებთ, რომ ლიტერატურის საქართველოს უკვე მარტიდან გამოდის საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით. მოგესალმებით ბატონო ედო, შემოგვიყვანო ადამიანო. მე მიხარია, რომ ლიტერატურული საქართველოს ასე თუ ისე ნენელა იკრებს თავის ძალებს, უბრუნდება იმ ადრინდელ ავტორიტეტს, იმ აკადემიურობას და აი ავტორებითაც და ძალიან ესეთი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გვერდი იხსნება რედაქტორის წერილით ქართული ლიტერატურა და მართლმადიდებლობა ეროვნული იდენტობის სამსახურში. მოგეხსენებათ, ქართველისთვის მართლმადიდებლობა რაღაც იდენტური ცნება, როგორც ქართველობა, ეს მართლმადიდებლობა და მართლმადიდებლობაც რაღაც ასოცირებული არის წერლობასთან თითქოს რაღაცა, იმიტომ რომ ჩვენ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები პირველი მაინც იმ გიორგი მერჩულოდან წმინდანოს ცხოვრებიდან და იქედან მოდის ჩვენი პირველი თხზულებები, თუმცა ვეფხისტყაოსთანაც ერთგვარ ქართულ ბიბლიას ვეძახით და ჩვენ აი ისტორიადაც რომ აი ესეთი ეპიგრაფათაც წამძღარებული აქვს გაზეთს, წერლობა, პოეტობა, მოციქულთა სწორი მოღვაწეობა არისო. აი აქ გვაქვს ასევე პირველივე გვერდზე არის პატრიარქის მოსაყდრის შიოს ქადაგებიდან ამონარიდი. ეს არის 2019 წლის ქადაგება მოსაყდრისა, რომელიც იყო სოციალურ ქსელში და ემნენად მომეწონა და ქადაგება ყველა დროს და ყველა დროს შეესაბამება და მინდოდა ეს წაეკითხათ ჩვენს მკითხველებს. მეორე გვერდი ეთმობა ტრადიციულად არაჩვეულებრივ მშვიდობისა და ბედნიერების სერჯს ბატონ არსენ გვენეტაძეს. მესამე გვერდზე არაჩვეულებრივი პოეტი, ჩვენთვის კარგად ცნობილი შარვა საბაშვილის პოეზია არის. მეოთხე გვერდი რაულ ჩილაჩავას არაჩვეულებრივი წერილი, ფიქრები წარსულსა და მომავალზე. საქართველო ვიდრე ხვალ, ანუ ვიდრე დადიხარო საქართველო და აი ძალიან მნიშვნელოვანი წერილი არის და ისიამონებს მკითხველს და ბევრ ამის გაუკეთებს განზოგადებას მკითხველი. შემდეგ არის ჩვენ გლოვის დღეები დაგვიმთავრდა პატრიარქი ჩემთვის ახლა სადამაღლებულია, თუმცა ის ყოველთვის ჩვენში არის და ჩვენში დარჩება და რამოდენიმე ბევრი წერილი, მათ შორის ლექსების დაწერილებიც ეთმობა პატრიარქს. ერთ-ერთი ასეთი არის აკადემიკოსის, ფაზისის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ბატონ ერგუჯამგელაძის წერილი პატრიარქისადმი და სიამონებით გაეცნობა მკითხველი. ასევე მეექვსე გვერდს იკავებს ქალბატონი მარიამ ზირაქიშვილის წერილი საოპერო მომღერალზე, მუსიკა ჩემი სულიერი სამყარო არისო და მოგეხსენებათ ლიტერატურის საქართველოს ასევე კულტურის სხვა წარმომადგენლებსაც უთმობს თავის ფურცლებს. მეშვიდე ადგილზე განთავსებული არის არაჩვეულებრივი პოეტის ცხინვალელი ქალბატონი ციცინო ბაბუციძის ლექსები, ძალიან კარგი ლექსები მინდა გითხრათ. მეშვიდე მეცხრე გვერდები ეთმობა პოეტ ფილოსოფოს დიდ მწერალს ბატონ ლერი ჩანტლაძეს. ესეთი სათაური აქვს პოეზიის ფილოსოფია და ფილოსოფოსის პოეზია. შემდეგ გრძელდება და უფრო სწორად სრულდება ჩვენი დიდი მწერლისა და მოღვაწის ბატონ მანო ჩხიკვაძის მოთხრობების ბეჭდა უბის წიგნაკი 2012 წლიდან
და შემდეგ კიდევ გავაგრძელებთ ბატონ ივანოს სხვა მოთხრობების დაბეჭდას. მე-11 გვერდი ეთმობა ბევრისთვის უკვე კარგად ცნობილი არმაზ ბეკარი გახლავთ რეზო ჯორბენაძე მისი ფსევდონიმია, რომელიც მოღვაწეობს გერმანიაში, არის კარდიოლოგი და ქართველმა საზოგადოებამ ბატონი რეზო ჯორბენაძე უკვე ლიტერატურული ფსევდონიმით არმაზ ბეკარი გაიცნო რამოდენიმე წლის წინ კონსერვატორიაში მის არაჩვეულებრივ მუსიკალურ წარმოდგენაზე ის ჩვენ გამოვიცეთ როგორც მუსიკოსი, ვირტუოზი მუსიკოსი და აღმოჩნდა რომ ეს წეს არაჩვეულებრივ ლექსებს შეიძლება ითქვას რომ ჩამოყალიბებული და პროფესიონალი პოეტი არის და აგრეთვე პროზაიკოსი მან გამოუშვა რამოდენიმე რომანი, ერთ-ერთი წიგნის სათაური არის ლაჟვარდისფერი ქრისტე ვითარცა რა ლაჟვარდისფერი არაჩვეულებრივი წიგნია მე მოუწოდებ მაყურებელს რომ მოიძიოს ეს წიგნი და წაიკითხოს აუცილებლად და დღეს მისი პოეზია წარმოდგენილი ამ გაზეთში ამ ბოლო ნომერში. ყველასთვის ცნობილი ბატონი რეზო ადამია ემელიანი ადამია მხატვარი მწერალი რომელიც ძალიან დიდი ხანი მოღვაწეობდა საფრანგეთში იქ თითქმის დაიმკვიდრა ადგილი საფრანგეთის სამხატვრო წრეები მას იცნობენ როგორც გამორჩეულ შემოქმედს უკვე დაბრუნდა საქართველოშია ბატონი რეზო და თავის ნახატებთან ერთად ბახარებს თავისი პროზაული ნაწარმოებებითაც. არ შეიძლება არ აღვნიშნო ბატონი ირაკლი ვაშაყმაძე არაჩვეულებრივი ადამიანი, დიდებული პიროვნება და პოეტი და ყოველთვის ზადვარ ჩვენ მას დავუთმოთ ეს გვერდები ლიტერატურის საქართველოს ფურცლები. მე-11 გვერდი გახლავთ ბატონი კობა არაბულის წერილით იხსნება ეს არის ადამიანთა მეხსიერება თემის მეხსიერებასთან მიმართებაში თემი ეს ანდრეზები ჩვენი წარსული ჩვენი მომავალი აი პატარა წერილში იმდენად არის გაშლილი და განხილული რომ გინდა არ დასრულდეს ეს წერილი და სული კითხო და ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ გავაგზავნებთ აი ამ თემატური წერილების გამოქვეყნებას. აქვე არის სიამზე არველაძე ხეცურიანის წერილი საქართველოს უკვდავი პატრიარქი აბსათაურით ჩვენი პატრიარქისადმი. შემდეგ მოდის ისტორიაში მოღვაწე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორის ბატონი ლადო ჭერიძის წერილი მგზავრად წამოსული ჯერ კვლავ გზაში ვარო. ეს არის შემოქმედებითი პორტრეტის შტრიხები და სამწუხაროდ ჩვენი ქართველები კიდევ ჯერ გზაში ვართ. ეს ემიგრაცია არ არის მარტო ეს ჩვენ თვითონ ჯერ კიდევ გზაში არის ჩვენი ქვეყანა რაღაც აი ამ წრეზე ტრიალებთ კიდევ. და ქალბატონი დალი მაზმიშვილის ლექსები, მაზმიშვილის ორი ლექსი არის პატრიარქისადმი მიძღვნილი. და თეატრის საქართველოს ბოლო გვერდი ეს არის კლარა გელაშვილის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ქვიშხეთში მდებარე დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის თანამშრომლის წერილი ჩვენ ძვირფასი ხაშურელი პოეტებისა მიშა მიხეილ თუმანიშვილისა და ეკა ბაქრაძის შესახებ. ეს ჩვენ ხაშურმა ძალიან დიდი შემოქმედები მისცა საქართველოს, მე ახლა მასზე არ გავცელდები, მაგრამ მარტო ეკა ბაქრაძე რომელიც აქ წარმოდგენილია და ბატონი მიშა თუმანიშვილი ძღის და დიდი პატივია მათი ამ გაზეთში დაბეჭდა. და აქ ჩვენ ანონსის სახით კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ და ვაძლევთ ინფორმაციას ჩვენს მაყურებელს ამ კონკურსში მონაწილე ადამიანებს რომ კონკურსის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება კიდევ ერთხელ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ეს გახლავთ რუსთაველის 52 ნომერში 4 საათზე ზეგ პარასკევს 8 მაისს და წინასწარ როცა ყველა გამარჯვებულს და ყველა მონაწილესაც აი ამ ძვირფასი ჯილდოების მიღებას. ბატონო ედუარდ და ჩემო ძვირფასო ადამიანო მოდით თქვენ ეხლა გასამარი აღარ არის ჩვენ უკვე გავაჟღერეთ ამ კონკურსის ზოგადი დებულებები ბატონ სოსო იოსებ ჭუმბურიძესთან რადიო იმედის ეთერში ვისაუბრეთ ზოგადად კონკურსის სირგული თქვენ ბატონის სოსო ბრძანდება ჟიურის თავმჯდომარე თქვენ ხართ ერთ-ერთი წევრი ჟიურის წევრები გახლავან ასევე ბატონ ედუარდ უგულავასთან ერთად თანამედროვეებისთვის საკმაოდ ცნობილი ავტორები პოეტი იასულა ბერიძე პოეტი ბელაქებური აჭაიდან და პოეტი ლელა გაბური და რა თქმა უნდა ერთ-ერთი დღევანდელი ჩვენი ეთერის სტუმარი ბატონი ედუარდ უგულავა.
მინდა გითხრათ, რომ ვიდრე უშუალოდ კონკურსის თემატიკაზე გადავალთ. კონკურსი იყო ძალიან მრავალფეროვანი, იმ გაგებით, რომ სულ იყო 9 ნომინაცია, თითოეულ ნომინაციაში გაბოლენილი იქნა 3 ადამიანი, ანუ 27 ადამიანი არის გამარჯვებული. საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მადლობა მათ ამისთვის. და თვითონ ნომინაციაში ყავს 3 გამარჯვებული, სამწუხაროდ ერთი ნომინაციაში არ ყავდა, ეს საბავშვო თარგმანების ნომინაცია, რომელშიც რატოღაც ვერ მიიღეს ავტორებმა და ძალიან ბევრი ადამიანი თარგმნობს მუშაობს ამ იმაში შეიძლება ინფორმაცია ხო ეთქვა ინფორმაციის ნაკლებობა იყო, თუმცა ჩვენ თითქმის ყველა ნომერში და აი ამ გადაცემებისას სულ ვაჟღერებდი ამ ინფორმაციას. მაგრამ არც ამ ტელევიზიას და არც მაინც გაზეთს მაინც ბევრი კითხვები აკვას და ჩვენ ბევრი ინფორმაციის საშუალებები არ აქვს. ედუარდ, რა სიტყვებით თქვენ უშუალოდ წაიკითხეთ ყველა ნაწარმოები გულდასმით, ლექსებით, პროზაული ნაწარმოებებიც, იქ იყო ესე იგი პროზა, პოეზია, დრამატურგია, კრიტიკა, თარგმანი, ყავს დებიუტანტების დებიუტი ასეთი ნომინაციაც გახდა და საბავშვო პოეზია და საბავშვო პროზა. რა სიტყვით აი ეს ერთო სურათი როგორია ეს აი ახლა? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. საერთოდ რა თქმა უნდა მრავალფეროვანი ჟანრის ნაწარმოებები შემოვიდა, ბუნებრივია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ინფორმაცია კიდევ უფრო რომ მიეწოდება ადამიანს, თანდათან გაიზრდება, ბუნებრივია ეს ნაწარმოებები. მაგრამ მე ძალიან კარგია, არა, ბუნებრივია და მცდელობები და ეს პირველი, კარგი ნაბიჯია, გაზეთისთვისაც კარგია, ყურადღებას მიიპყროს, არ აყავს მკითხველი გაზეთს. ესეც იმდენად საყურადღებო გაზეთია ლიტერატურული საქართველოს და იყო რომ ინერციით მოდის, მე ვფიქრობ კიდევ და კიდევ. ახალგაზრდებიც კითხულობენ, ახლა ვიცი მე, მაგრამ ნუ ახლა ვინც ისაც ძალიან აინტერესებს ასეთები მრავლად ჩვენ ძალიან ბევრი ავტორი ყავს, რომელსაც დაბეჭდა უნდა და მათთვის აი დაბეჭდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მიკვის, როცა შეუძლიათ სოციალურ ქსელებში, სხვა ლიტერატურულ გამოცემებში ბრალდვირია დაბეჭდა, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ძალიან ბევრი მასალა გვაქვს და ველბეჭდავთ, ლოდინი ჭირდებათ, მაგრამ მაინც მათთვის მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია რომ უბეჭდავთ. იმიტომ რომ არა ასე ხო და ეს ავტორისთვის ახალისებაც არის. თავისი მკითხველი ყავს, გაიცნობიან ავტორებს. დონე როგორი იყო აი შემოსული ავტორების? ნორმალური შემიძლია ახლა რო ვთქვა რომ სასწაული ხდებოდა ეტა სასწაული ხო ასეთი ჯერჯერობით არ ვიცი მე არ შემიმჩნევია და ღმერთმა ქნას რომ ვწდებოდე, მაგრამ ძალიან კარგი ავტორი იყო რომელსაც გამორჩეულად კი, კარგები იყო. ნამდვილად ქართულ წერლობა შეემატებოდა. ყველა კონკურსში კი ბატონო, კარგები იყვნენ და ნუ მწერლები იღებდნენ ახლა იქ მონაწილეობას და ამაზე ჩვენ ცნობილი მწერლები ჩვენ ხო და ჩვენ ახლა იმათ ნაწარმოებებს ისედაც ვიცნობ და აქედან გამომდინარე ვსაუბრობ ზოგად შეხედულებებს და ნუ თანდათან ეს კიდე გაიზრდება და უფრო დაიხვეწება და თავარია რომ ავტორი არ დარჩეს აი ვინც იღებს კონკურსში მონაწილეობას გულნატკენი. იმიტომ რომ ყველას გონია რომ ეკუთვნის გამარჯვება და როცა ვერ იმარჯვებს გულით კი ადამიანს, მაგრამ უნდა იცოდეს და აუხსნა, აი ამის საშუალება უნდა იყოს, თუ ვინმეს პრეტენზია გაუჩნდა, ნუ რატო დაიწერა მაგალითად აი ამდენი ქულა და სხვაზე უფრო მეტი. ჩვენ ახლა როცა ვჯეროდით ამ ქულების გადანაწილებაზე, უბრალოდ ვაჯამებით ამ ქულებს, აი როგორი ის ქონდა ჩვენ რომ აი როგორ არის იცით თითქმის ყველა ხუთი ჟიურის წევრი რომ თითქმის იდენტურ ქულებს წერს. ეგრე იყო, ხო? ანუ ობიექტურობა არის რა თქმა უნდა. ღმერთმაშნას თუ არ იყოს. არის, მაგრამ და ხანდახან ხდება ხოლმე ისე რომ შეთვის ცნობილი ავტორი რომლის გვაქვს მერე იგებ დაბალი ქულა აქვს სამწუხაროდ მიღებული, ნუ მაგრამ არის ხოლმე ესე, ნუ კონკურსი ესეთი რამე. კონკურსი არის ძალიან საინტერესო და შეიძლება იყოს ძალიან კარგი მწერალი და საკონკურსო ნაშრომი არ იყოს იმდენად მისაღები და ძლიერი ეს ბუნე ხო და შეიძლება საერთოდ ესე იგი უცნობმა მწერალმა შესანიშნავი ნაწარმოები დადოს და გაიმართოს. მე თვითონ ხერხულობაში ვარ, როცა ხარ ჟიურის წევრი ამ პროექტის ხელმძღვანელი და ბოლოს აღმოჩნდება შენი როცა ასე მოხდება ეს უკვე კარგია. თორე კონკურსში სადაც ახლა ცნობილია მწერალი და სუსტი ნაწარმოებს გაიყვან, იმიტომ რომ ის ცნობილია, ეს უკვე აღარ არის კონკურსი და კარგავს თავის ფასს. რა თქმა უნდა, ამიტომ საინტერესოა ძალიან ეს კონკურსი და თანდათან კიდე ნუ მიიღებს უფრო ფართო ცოტა გაშლაც უნდა ამას ედუარდ, იმიტომ რომ ჩვენ მადლობა რომ კიდევ ერთხელ მადლობა
კულტურის სამინისტროს ქალაქ თბილისის მერიას შემოქმედებით საქართველოს რომ დაგვაფინანსეს ეს პრეცედენტი მოხდა, მაგრამ აი თანხები იმდენად უნიშნელო არის, რომ თქვენი აკიდება დასახელებისგან არა და ეს არის ლიტერატურის საქართველოს 95 წლის თავთან დაკავშირებული გამოცხადებული კონკურსი, გაზეთა რომელიც ეს არის მატერიალური ძეგლი არის ხვალდა ძეგლი რომელიც მართლა მემატიანია ქართული კულტურისა და ლიტერატურისა და მაგრამ არა უშევ ჩვენ არ საყვედურებთ ყველაფერი კარგი ჩვენ ხო არ წეთ იმიტომ რომ ამისგან ფულები მოვიპოვოთ კონკურსიც არ არის ამისის არა თქვენ ვერ მოიპოვებთ ავტორები უნდა წაახალისო ხო აი ეს არის მაგისისა სამწუხაროდ რაღაცით უნდა ხო ავტორი არა ჯობია რომ მაინც რაღაცა ჯილდოს სახით იყოს ფულადი პრემია ნორმალური თუ სერიოზულად უყურებ, მაშინ დადებ იმპულსს, ეხლა არავინ ჯიბიდან ადებს, მაგ ფულს ისევ ხალხის ფული ტრიალებს თამაშია აქ საქმე და ვინმე რო დაგამადლოს, ეხლა მამამისის ფული არც ერთი არ არის. ეს არის ჩვენი ფული ისევ ტრიალებს და ამიტომ კარგ საქმეს უნდა მოხმარდეს, თორე ჩვენ სინამდვილეში ძალიან თუნ მდგომარეობაში ვართ. წერა-კითხვა თუ არ დაგვავიწყდა, ხვალ იმიტომ რომ იმდენი ქართველია გასული და იმდენი უცხოელია შემოსული საშინელი მდგომარეობა სინამდვილეში ასე ხდება ეხლა თავს ხო არ მოვიტყუებთ კაცო ცხოვრობ და ვხედავთ რაც ხდება და იყიდება მიწები და აი ქვეყნები ახლა პოლიტიკურში კი არ გადამყავს მეთქმა დამიფაროს უბრალოდ არიან ქვეყნები ჩვენი მეზობელი რომლებიც ცდილობენ რომ საქართველოში მიწა იყიდონ და მოსახლეობას თავიათ მოსახლეობას უშვებენ და ეხმარებიან კაცო ჩვენ ყიდით და ვიცი ხო და აი ერთ-ერთ პოსტზე დავწერე კიდევაც კომენტარის სახით რომ ჩამომზადებული იყო პრეზიდენტი აზერბაიჯანისა მეუღლესთან ერთად ჩვენ მის მეუღლეს ვათვალიერებით საქართველოში გაახსნით მუზეუმებს აზერბაიჯანულ მუზეუმებს და კიდევ უამრავ დაწესებულებას და ამ დროს ჩვენ სამი რაიონი ყავს ნუხი კახი ზაქათალა აი აქვე სადღაც აგეთ ჩვენი ჰერეთი და საზღვარი რომ თხოვოთ რომ გახსნა საზღვარი სახელმწიფო საზღვარი და არ უწევდეს სტუდენტებს რომელიც საქართველოს სწავლობენ ქართულ მოსახლეობას მიდიან 800 კილომეტრი უნდა ჩავიდნენ ბაქოში აიღონ ბილეთები $300 გადმოფრინდნენ აქ და ნუ აი ესე უნდა იარო როცა შეიძლება აი სულ რაღაცა 3 საათი ჩავიდნენ მაგაშია საქმე და ნუ რა უნდა ეხლა თუ მეგობარი ქვეყნები ვარ თუ რაღაც ესია ნუ რა და ჩვენა ვარ ჩვისი მეგობარი ყველასი და არც ერთი ერთ ფეხი რო დაგჭირს გარეთ ჩვენ აგერ ვამშვენე ნებისმიერი ქვეყანა არ გაპატიებს არაფერს პირიქით იმას ითხოვენ რაც არ ეკუთვნით და დათმობიერი ვარ ჩვენ სხვადასხვა ბატონედო მინდა გითხრათ აი გუშინ ჩვენ შეხვედრა გქონდა დაიწყო საქართველოს წერათა კავშირის ეგიდით ამასაც ამ პროექტსაც კულტურის სამინისტრო მოკლედ უჭერს ხარს და მის ხარდაჭერით ხდება ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ლიტერატორები და ხვალაც საკრებულოში ქალაქ საკრებულოში იმართება სიცოცხლის ღონისძიება და ჩვენ მასთან ქონდა გასაუბრება თითოეულ ქვეყნის წარმომადგენელ ლიტერატორებთან და აქტუალურებული ვარ ხა მე არ ვამბობ რომ იქა ძალიან ფრთებიან გაშლილი მაგრამ რატოღაც ჩვენზე უკეთესად არიან თითქმის ყველა რა თითქმის ყველა უკეთესად იქნებიან დაფინანსების თვალსაზრისით თუმცა რომ თქვა რომ ჩვენ ქვეყანაში აი მოედაო სახელმწიფოს იმაზე რომ აი ნაკლებად უთმობს კულტურას თანხებს და ზოგადად ლიტერატურას ვერც ამას იტყვი ძალიან დიდი თანხები არის გამოყოფილი ლიტერატურაზეც კონკრეტულად ჩვენ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ მაგრამ ეს თანხები სადღაც გაიგნებიან თუ რაღაც არასწორი მარტივებია მე და კონტროლი უნდა ამას ყველაფერს საერთოდ აუცილებელია რომ კარგი ნაწარმოები მიეწოდოს მკითხველს იმიტომ რომ ჩვენ აგვყავს კარგი მკითხველი შერჩევითობით ამიტომ არ დასრულდება წინახელის უფლების დროს კონდა ციები რომ ესენი არ უნდა ყოფილიყვნენ ასიები კაცო ჟურნალები იყო არ მიბეჭდამე ასიები რატომ არ შემიძლია ეს იყო პასუხი არ შემიძლია რა იგევა არ შემიძლია არა აზო ეს პრობლემა კი არ არის მე წავალ და სხვაგან დავბეჭდავ და ეგ არ არის მაგრამ ასეთი დამოკიდებულება როცა ეს არის უკვე რთული იმიტომ რომ იქ მხარეს ამნიშნულობაა კაცო კარგი წერალი თუ არის ეს ყველამ უნდა წაიკითხოს და ქვეყნისთვის რა თქმა უნდა იგივე ვაჯაბშაველა იგივე ნუ რუსთაველიძე შევსწავლავთ იგივე ილია და ჩვენ დიდი მწერლები ხო რა მნიშვნელობა აქვს რა ვიხარი ნუ ეს ხო არავითარი ეს ხო განძია ჩვენ ქვეყნის მონაპოვარი ეს უნდა შევხედოთ წერალია ხელოვანია თუ ვინც არის ეს არის ჩვენი სიმდიდრე და
კითხველს კიდე არ უნდა დაუკარგოთ გემოვნება, ეხლა რომ მიაწოდებ საშუალო დონის ნაწარმოებს და ესა ყველაზე კაია, რომ უჩიჩინებ გინა ტელევიზიიდან, გინა სხვა საინფორმაციო წყაროებიდან. პირდაპირ საუბარი მიყვარს ედუარდ და წინა ეთერშიც გავაჟღერე, შენც მოგიხსენიე, ჩემი გოჩა ხარანაური გააგაცნო ბიჭები, ის უკვე ვინც მეტნაკლებად ვთქვათ გაგახსენდება, შეიძლება ყველაზე ახლობელი არ გამახსენდეს, რომ აი ეს ადამიანების არიცნობ საზოგადოება და ეხლა რომ გააჩერო ქუჩაში ადამიანი და ვიცის რომ თანამედროვე ეს ახალგაზრდა პოეტს დაგისახელებენ, ოღონდ იმათ არ არის და დაასახელებენ. რა თქმა უნდა, ეს მაგათი ბრალიკი არა. ხო და იმათი არა რა თქმა უნდა. საერთოდ ამას მიდგომების ბრალია. აკეთებს ტელევიზია და იქიდან იცნობს ძირითადად საზოგადოება. ხო და ტელევიზიას ყავს თავისი დაფინანსებელი ტელევიზიას. ხო ახლა ჩვენ მაგალითად მაინდა-მაინც ქართული ტელევიზია მე მალობა მინდა უთხრა ამ შემძღანილობას ქართული ტელევიზი საერთოდაც ვერ ვიტყვი რომ ამ ტელევიზიას ამ პოზიცია რაღაცა პოლიტიკური ყველას აქვს საშუალება ნებისმიერ თემაზე, ეხლა ჩვენ თუ გინდა ერთარეზე ვისაუბროთ ცუდ კონტექსტში გინდაც მეორე თემაზე ჩვენ არ გვიტყვის არავინ რომ რატო საუბრობთ ხო და თავისუფალი ტელევიზია და მალობა რომ უთხოვენ ამას. ერთ რამეს რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კარგად და ჩვენი ხალხი იყოს კარგად. ჩვენი მიზანი სხვა რა არის. ახლა ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, ხო არავით არის პოლიტიკოსები ჩვენ არა ვართ. უბრალოდ გულიგტკივა ძალიან აი იმდენად ცუდ რაღაცებს ხედავ ახლა ჩემთვის რომ ამას არ გვაპატიებს უკვე მომავალი. ხო და ეს შეიძლება არ აინტერესებს ვინმეს და არ გვპატიობს მიწის გაყიდვა არაფრით არ შეიძლება რაც ვისასყიდი. ხო და ნუ ახლა ძალიან ბევრი რამეა უბედურება ჩვენი ახლა ჩვენ საერთოდ მცირერიცხოვანი ერი ვართ უნიკალური პოეზიის პატრონები ვართ მაგრამ ჩვენ ვერ მივაწოდეთ სათანადოდ ეს სოფლიოს იმიტომ რომ პოეზია ძალიან რთული სათარგმნია მე აი ფრანგულად ითარგმნოს უნდა იმენოვანმა უნდა თარგმნოს ფრანგმა და თან კარგი პოეტი უნდა იყოს ძალიან და დაახლოებით რაღაცას გააკეთებს თორე სინამდვილეში galaktioni და ბიჭო galaktioni ვიდ ვერ თარგმნი ახლა შენ ქართულენოვანი რო ხარ მე თუ ის იმენოვანი ჩვენ თარგმნის თუ უძლიერესი პოეტი არა ჩვენ ყავდა ვინ უორდროპები ყავდა ერთი ილიადროს ვინც რაღაცა ქართულენა იცოდა რატო ახლა იმიტომ რომ მცირერიცხოვანი ვარ და არ ინტერესდება აი შენი ენით არ ჭირდება თუ სპეციალისტი არა მაინც და ამიტომ ჩვენ ვერ მივაწოდეთ სინამდვილეში პროზა უფრო მივაწოდეთ ყველაზე კითხვადი მწერალი არის სინამდვილეში ნოდარ დუმბაძე და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და უყვართ ძალიან და ეგრეა შეიძლება გაგონილი კონდეს ვინმეს მაგრამ ამას კითხულობი კი ბატონო ფაქტაშორის ყველაზე მეტად მაინც საბჭოთა კავშირის დრო ეს იმას არის რომ ჩვენ რაღაც იქით ვიყრებით ან რამეს სასარგებლო იმას ვამბობთ ყველაზე მეტად მაინც საბჭოთა კავშირის დროს ქართული ლიტერატურა მაინც ითარგმნა და გავიდა და ყველა რესპუბლიკაში უკრაინიდან დაწყებული შუა აზიის ქვეყნებიდან დამთავრებული ყველა ცოტა ქართული ლიტერატურა იგივე დუბაძე ირაკლიაბაში ეხლაც კი ახსოვთ ირაკლიაბაში ნებისმიერ რესპუბლიკაში ყოფილი რესპუბლიკაში ჩახვიდეთ და ამის პოპულარიზაციას აკეთებდნენ და ჩვენ ახლა ევროპაში ჯერ კიდე არ გვიცნობენ ჩვენ და რა ვიცი ის გავიცნობენ საერთოდ მით უმეტეს ლიტერატურის მხრივ რომ აი ახლა ჩვენ ყავთ ნინო ხარატიშვილი რომელსაც ფაქტობრივად ფურორი მოახდინა გერმანულ ლიტერატურაში მაგრამ ეს არის ქართველი გოგონა რომელიც ახალგაზრდა წავიდა დაწერა ძალიან დიდი რომანი და ესეც კომუნისტურ ყოფაზე დაწერა და ანუ იმ ომის დროს და აიტაცა იქაურმა ხელისუფლებამ და გამოჩნდა ეს გოგო მაგრამ ესეც იმიტომ გერმანულად დაწერა გერმანულად დაწერა და ბორის აკუნინი ქართველი არის ჩხარტიშვილი ასევე ბულატ ოყუჯავარი მაინც რუსულად წერდა თორემ არც ერთი მნიშვნელოვანი არ იქნებოდა და უბრალოდ ასეთი სახელი მასშტაბური არ იქნებოდა ამას და ნუ ესე არის რა თქმა უნდა ეხლა რიცხობრიობა ბევრს დამეშინისავს ამიტომ ზეთო ლიტერატურას უჭირს ყოველთვის უჭირს და ხელისშეწყობა უნდა ამაში უნდა ჩაძოს მე თუ კითხავს ზო სიტყვა აქვს ძალა და იმ ემოციას ისაკეთებინებს ადამიანს საქმეს სიტყვით გიხარია და სიტყვით გწყინს და სიტყვა აკეთებს საქმეს კაცო და ამიტომ ამას ძალიან ჩვენ გადაგვარჩინა საერთოდ ქართულმა მწერლობამ ქართველი კაცის ბუნება ისეთია აი ტკივილი ჟამს კითხულობდა ამ პოეზიას და ვაჟა-ფშაველას და მე მყავს მეგობრები ეს მამა გარდაიცვალა ვაჟა-ფშაველას კითხვა დაიწყო რომ გადაეტანა გამიგა დაიწყო მაგრამ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ალენდრონის სიტყვები მარხსენდება ხო და თითოეულ გამიადვილდა არა არის ნამდვილად არის ასეთი რამე და მაშინ აზრიც არ ექნებოდა ამ წერას და იმ ემოციის მომცემია რაც გაწუხებს იმასაც აწუხებს ეს თუ ადამიანები დანიშნულებაც ეგაა კი ბატონო და ღმერთმა ქნას რომ
იმიტომაც ძალიან კარგი ეს კონკურსები, უფრო მეტი ნაწარმოები შეიქმნება კიდე. მე ახლა ორი ზღაპარი გავლექსე, იცი შენ. რა საინტერესოა მოგვიყევით მაგ ზღაპრების შესახებ. საქმე რა არის? კომბლე, წიქარა. ხო, კომბლე და წიქარა გავლექსე ჯერჯერობით. ეგ უნდა ლადუასათიანს უწერია რომ მინდაო ძალიანო გავლექსო ქართული ხალხური ზღაპრები და დაიწყო ირმისა როგორც ჩანს და ვერ მოიძიეს ჩვენ ვერავნერ მოიძია ყოველ შემთხვევაში სამწუხაროდ ეს ირმისა. ჯერჯერობით საერთოდ აი აკაკი წერეთელმა გალექსა ნაცარქექია გრიშაშვილს აქვს სიზმარა გალექსილი მაგრამ ეს არ არის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი და შემდეგ უკვე მუნმა ლებანიძემ რამდენიმე ზღაპარი გალექსა იმიტომ რომ ლადუასათიანის ის იყო რა ქვია უცხოს ძმათვლიდა თავს და ეგრია ნამდვილად უნდა რომ გაეგზელებინა მისი საქმე და ნუ დიდებული პოეტი იყო რა თუნდა თქმა ამიტომ მე ვთხოვე კიდე ჩვენს მეგობრებს რომ იქნებ გალექსონ ამაში ეს ნამდვილად გვიჭირს მაგ ძალიან მაღალი დონის პოეზია მაგრამ ისე უფრო აღიქვამენ აღიქვეს გაიგე ეს ბატონ ჯუბა აღიქვეს დიდებმა წაიკითხეს და პატარებმაც და მოусმინეს დიდი სიამოვნება ხო და ზღაპარი ლექსა ძალიან საინტერესოა და ძალიან ამაზეა აი საინტერესო გამოდგა რა რატომღაც ესე იგი წავიკითხესო და მარტო ის კი არა რომ გარითმოდა რაღაც ლექსს დაამზღავნოს არა პოეზია თავისი რიტმიკით ხო იმას იმ სუბუქე უნდა ბავშვ ენის და მთელი ამბავია მანდ ბუნებრივია მაგრამ ნუ ახლა მე ვფიქრობ რომ რაღაცა პატარა მცირე კარგი საქმე გავაკეთე და ღმერთმა ქნასო ძალა მომწესო კიდე გავაკეთე ფოტოშოპი მინდა კითხოთ უბრალოდ აი შევეხოთ ამ თემასაც აბა საბჭოთა კავშირში იყო ერთადერთი ლიტერატურის ინსტიტუტი რამდენიმე ქართულს აქვს დამთავრებული ჩვენ მე დეკემბრის თვეში ვიყავი რამდენიმე ადამიანი დელეგაციის აქ ვიყავი ჩასულები რაღაც კონფერენცია ლიტერატურის ფესტივალი იყო და ეგ ჩვენ დაგვათვალებდეს ლიტერატურის ინსტიტუტი გორკის სახელობის ერთადერთი კი ბელსა ნიშნიანიძესაც აქვს შოთოს და გამოკრული არის დიდი სურათები ქართველებისა განსაკუთრებული ადგილი უკავია დღესაც პატივისცემით არიან მოხსენებული საქართველოში იყო მსგავსი ლიტერატურის ინსტიტუტი რომელიც დაამთავრეს ეს იყო კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი შემდეგ ბატონი თემურ ჟღენტის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ეს ეხლა არის თეატრალურის მეორე კორპუსი ну მაშინ როგორც მოხდა სააკაშვილის დროს ჩამოაყენეს ლეხანოზე და ну შეუერთეს მაშინ ხო შეაერთეს ინსტიტუტები ну იქ რა მოხდა მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ოპტიმიზაციას ვეძახდით ჩვენ მე მაშინ მუშაობდი იქ სწავლობდი და ახლა იქ ხალხი ასწავლიდა კულტურის ინსტიტუტი იყო ახლა ხო 1000 დარგი იყო იქ კულტურის წარმომადგენელია და სულ რჩეული ადამიანი ერთი ორი საუკუნე რო იცხოვრო ერთად ამდენ ხალხს შეიძლება ვერც გაიცნო და ვერც ნახო ეს ურთიერთობა ხო საოცარი იყო კაცო რამდენ რამეს იგებ ისე რატო უნდა არავის არ აინტერესებს გაუქმებული იყოს მოდი ესე არ ვიცი ახლა ეს ფაკულტეტი რამდენიმე წელი იყო შემდეგ გაუქმდა სადღაც 8-9 წელი იყო და რა მოხდება რომ თუ ინსტიტუტი არა რამოდენიმე ну ერთი კათედრა ერთი დეკანატი რაღაც მისცენ ესეთი და იყოს ეს არა მისცენ კი არა საერთოდ შეიძლება პოეზიაც ამოიღონ საერთოდ სწავლებიდან კაცო რას ლაპარაკობ ღმერთმა არ აინტერესებს ამ ერთად ვერ ამოიღებენ იმიტომ რომ ჩვენ რუსთაველს ვოკრუგი ოკალა რუსები რო იტყვიან ულით ვესად ვერ მივდივარ ეს დამწყები მწერლებისთვის იყო ვინ წერდა ასწავლიდნენ ურთიერთობა ჰქონდა ჩვენ ახლა თავიდან ბატონი მიხეილ ფლივიძე გვასწავლიდა დედებული ქართველი პოეტი შემდეგ ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი იყო ბატონი რეზი თვარაძე იყო მე ბატონი ვახტანგ ჯავახაძე იყო ჩვენი ხელმძღვანელი და მოკლედ ძალიან ესე იგი ისეთი კარგი ადამიანები იყვნენ და იქ მსახიობები, რეჟისორები, ქორეოგრაფები, რა ვიცი, რჩეული ხალხი იყო მოკლედ და გადასარევი ინსტიტუტი იყო. კადრებსაც ზრდიდა და არა, ზრდიდა კი არა, ყველა რაღაცა წარმოადგენდა. პარტიაჩინე წარმომადგენელი ხარ და ძალიან კარგები არიან, რაც ყველა ახლა მე ვინც ვიცნობ, ძირითადი ნაწილი ამ ხალხისა აკეთებს რაღაც სერიოზულ საქმეს. ქართულ ხელოვნებაში და კულტურაში საერთოდ. რა არის იცი ჩვენ სადღაც მაინც მადობა ღმერთს რომ ასე თუ ისე საკუთარი ძალები თუ როგორღაც ქართული ლიტერატურა მაინც რაღაცა მოწინავე ფლანგზე არის ჩვენ ქვეყანაში თუ რამე არ არის ხო რაღაც წესვლა თუ არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით იგივე სხვადასხვა
დღეს ეს თუ არ არის ისე აი ლიტერატურა მაინც აღმავლობაში არის შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ სადღარი წერობა ქართული წერობა პოეზია ჩვენი უფრო მეტი სულშია გინდა ადგინა მოთხოვნა თაში საერთოდ ლექსად საუბრობდე და დღემდე ეგრეა სინამდვილეში უბრალოდ უბედურება ეს ამ თარი დაცლილი და ის სილამაზე და ის ხიბლი რაც ქონდა იკარგება ეგ არ შეიძლება იმიტომ ეს ისეთი მადლიანი მიწა და იმდენი ტანჯვაა გამოვლილი და ჩამოვედი ბარში და ხო აბა ახლა ბარში ყველა მოაწდა რა ქნას იმ კაცმა რეგიონები სანამ არ განვითარდება ესეთ საცობები იქნება სულ აგზები უნდა დაადო ასეთი ახლა მაგას რო გავყვეთ გადაგვივა სხვა რამის საუბარი და აი ახლა ჩვენზე კარგად იციან და რა ვიცი ედუარდ ხო და მე მინდა ახლა შენ მართლაც მეგობრობის იქეთ მოკლედ მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო დღევანდელური საუკეთესო პოეტი ხარ და თუ ჩვენ ვამბობთ დასული საუკუნის პოეტებზე რომლებიც დღემდე მოყვებიან და რომელთა მხრებზე დგას ქართული მწერლობა მე-19 საუკუნისა და 20-ის შემდეგ იმ ეპოქაშიც და დღესაც აი შენაერები კიდევ რომ არიან სამეგობრო წრიდან რომელსაც მართლა მიგავთ და ტორსარუდებთ იმ პოეტებს და მწერლებს მინდა რომ უფრო მეტად იყოს წარმოჩენილები რა თქმა უნდა და თქვენ საკუთარი ძალებით და ამით გიწევთ შრომა და ის მაგრამ მიხარია ხოლმე რომ აი ედუარდ გულავას ისევე სხვა ჩემეგობარ პოეტებს რომ ახსენებენ ხოლმე რომ აი ამას ვიცნობთ თუმცა ის როგორც უნდა იყოთ ისე არ არის და მე მახსენდება ჩვენი მეგობრის ჩვენი საერთო მეგობრის ჩვენ თემურ ჩალაბაშვილის სიტყვები უკან დადექი და წინ გამოჩდებიო კონსტანტინესაოს კიდევ სიტყვები სახელი სიკვდილისავითა როცა საჭირო თავად მოგაკითხავსო მაგრამ შენ სიცოცხლეშიც გინდა რაღაც ადამიანს და მე მინდა ახლა შენ წაიკითხო რამოდენიმე ლექსი რომ კიდევ ერთხელ დაატყბო ჩვენი მსმენელი და მაყურებელი რა ვიცი დიდი მადლობა ასეთი შექებისთვის საერთოდ თუ ვინმეს მოეწონება და რაღაც ემოციას აღზავს გიხარია რა თქმა უნდა აბა როგორ მეცმან უქნას ვინმეს ახლა ამას დაფასება უნდა არა თუ მოეწონება შენი ლექსი ადამიანს და მე შემხედრე არ იცოდნენ ვისი ლექსი იყო მაგრამ იცოდნენ ეს ლექსი და ჩემი ლექსი იყო ეს უკვე ბედნიერებაა რა ხო და რაღაცას ნიშნავს რა ერთი ასეთი უცნაური ლექსი არის თვალი ლექსი ქვია და სხვადასხვა თვალი კაცი ლექსს ვერწევს მე თვითონ შენი პოეზია ის ვარა ეს თვალი ლექსი რაღაც არ მახსოვს ხო და გეტყვი ხარ რა მოხდა მაგრამ თვალი ვიყავ ჩეკი და რაღაცებს ვიწერდი რა ჩვენ თვალში ვიწყებთ წერას და მე სიფრიზეში ვამთავრებ ახლა თვალი კაცი როცა წერს გონია რომ კარგი რაღაცა დაწერა და სინამდვილეს სისულელია მე სტოფები დავწერე და რამდენიმე ფუცელზე დამიწერია. მე შევაგროვე და ნახევარი შევაგროვე ფაქტობრივად 4 სტროფი მეტი 3-4 დაიკარგა. იმდენი ის იყო და გამოვიდა ეს ლექსი. ალბათ თავი პატარებს რომ არ გვეგრძნო ობლებად თამაშობდით ბავშვობას მშობლებს ვსრდიდით მშობლებად გზას გავყევი არც ჩანდა არც პური და არც ბინა და ფერადმა ლექსებმა თავი დამახატვინა მე ვინც გადავარჩინე სიცოცხლეში დამარხვას რამდენს არ უხარი ახლა ჩემი დანახვა ვზივარ ახლა ოთახში დაღლილი და დაშლილი და კედლიდან იცინის თემურ ჩალავაშვილი. და მართლა ეგრე ხა თემურის სურათებია და ზუსტად ეგ რაც იყო ის დაიწერა უბრალოდ გამოვიდა რა ლექსი გამოვიდა. ედი ბარემ თუ სხვა რამე არ აქვს ისა თემურზე აი ეს ბოლო ერთ-ერთი ლექსი. ჩვენი მიძღვნა იხურება გეტა ფანჯრიდან. კი ბატონო ეს დაიწერა. შეიფარა უკვე. კითხება. სიამოვნებით. მაგრამ თემური ძალიან ძვირფასი იყო ჩვენთვის და დიდი ადამიანი დაუკარგეთ, დიდი პოეტი, დიდი ადამიანი, დიდი პიროვნება დაუკარგეთ ეს, არ ვიცი, ძალიან მიჭირს მე მაგალითად თემურის გარეშე. ოჯახის წევრები ვიყავით. ვეხანოზე ცხოვრობ, იქ დავდივარ მის გარეშე, მიჭირს ხოლმე, სულ მგონია რომ რაღაც და შემეფეთო და გავიდა გარკვეული დრო და დაიწერა უკვე ძალით ვედო და წერა არ გამოვა ეს. ეს არ არის მხოლოდ სევდა
გულ სიმძიმე აწევს ლოდის რა ლამაზად იცხოვრე და რა კეთილად იღი მოდი მზე მოქარგულ ცარგვალს გასცდა შეეფარა ფიქრის სურებს ამ ბოლო დროს ფანჯარასთან დგას გეტა და გზას გახურებს ანახალი მე რა გითხრა ფიროსმანის დოსტის დარო შენ ქართველი პოეტი ხარ მამაო ძმაო და მეგობარო სულ სხვა მადლი ჰქონდა შენ სულს და ღამეებს შემკთალს თეთრად ღვინოს შენთან ერთად შესმულს პურს გატეხილს შენთან ერთად პოეზიის აშლილ შამფში მოასვენე ძულები ლომმა წევხარ ახლა იმ მიწაში სამშობლომ რომ მოგიზომა დრომ კაცრია მიდის სწრაფად რომ წარსული გადათელოს შენ კი მალე უფრო მძაფრად ასტკივდები საქართველოს სისხლს მიდუღებს ძალა ლოცვის კერდს გადახსნილს უშვერ ნიავს და იმ მიწის ნაგლეჯს მკოცნი სადაც მხრები გისვენია შემოგივლე მე ესე მგონია რომ ეხლა თემურ ჩალაბაშვილი გვისმენს და სულ ესე მგონია მე ვიდევს პირდაპირ საწოთან მისი სურათი და დაწოლის წინ და დილით ადგომისას გამოსვლის წინ რასაც ისეთი ლამაზი წიგნია მისი ბოლო გამოცემული ეს პორტრეტი რომ არის შენ მიიღე მაშინ მონაწილეობა იმ გამოცემაში კოცნი ხოლმე თვალებში კოცნი და მოგონებები ჩალაბაშვილზე მოგონებები ჩემი მოგონებებიც არის ჩემოედო არაჩვეულებრივად კითხულობ აი არაჩვეულებრივად ერთ-ერთი გამორჩეული კითხვის ოსტატი ხარ აქ შეიძლება გენეტიკაც არის ძალიან კარგად კითხულობ დედაშენი მე აქედან მივესალმები ქალბატონ გულია და სანოძეს რომელიც არის ხონის თეატრის უძველესი თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი და დღე-დღე წარდგენილი იქნება ქალბატონი გულია და სახალხო არტისტის წოდებაზე და გამდიდრად იმსახურებს ეს ამ წოდებას და მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის აი ამ დიდ შრომაში მონაწილეობისთვის რაც ქვია 100-მდე ავტორის წაკითხვა, ცალკე პოეზია, დრამატურგია, ცალკე თარგმანები, შედარებების გაკეთება მადლობა რომ მიმიწვია და მანდ კიდევ ერთხელ მიულოცავ წინასწარ გამარჯვებულებს და შევახსენებ რომ დაჯილდოების ცერემონიალი ფრთხილად წინკითხველია გაიმართება 8 მაისს 4 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში რუსთაველის 52-ზე და აი გამოტანილი ბალენი რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს ნაცვლად ფრთხილად წინკითხველია ეს არის ბატონი თამაზ წივწივაძეს წერილიდან ამოღებული სიტყვები უბრალოდ ამ სათაური დაბეჭილი წერილიდან სადაც აფრთხილებს კითხვას როგორ ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ მკითხველთან წერილები როგორ ფრთხილად უნდა ვიყოთ მკითხველთან როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ქართულ სიტყვას დედაენის დღეები იყო და ჩვენთვის სამი დამწერლობის პატრონები ვართ ჩვენ ბატონებო და ფრთხილად უნდა ვიყოთ ისევე როგორც მკითხველთან ისევე როგორც ქართულ მწერლობასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ სამშობლოსთან კიდევ ერთხელ სულ ვიმეორებ ხოლმე ბატონ ლაშა ნადარაშვილის სიტყვებს ჰეი ბიჭო სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოსო არაფერი შეგვეშალოს სამშობლოსთან არაფერი შეგვეშალოს მკითხველთან ქართულ მწერლობასთან და სიყვარულით ვიცხოვროთ და ვიყოთ ბატონებო დიდი მადლობა მოსმენისთვის მადლობა გაიხარეთ